თუ აქცევთ ყურადღებას ბოლო დროს ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ და ძალიან დიდ დროს უთმობთ ტერმინს, რაზე და ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ქრისტეს ღვთისბუნების თანაზიარება. როგორც წმინდა მოციქული პეტრე მეორე წერილში, თავის მეორე წერილში, პირველი თავის მეოთხე მუხლში ამბობს, რომელთაგანაცო, რომლისგანაც მოგვენიჭა უაღრესად დიადი აღთქმები, რათა ამ აღთქმების თანაზიარებით ღვთის ბუნების ზიარი გავხდეთ, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ღვთის ბუნების ზიარი ვხდებით და გავერიდებით წუთისოფლის გაღწნილებას. ერთადერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელია წუთისოფლის გაღწნილებას განერიდო, რა არის ეს? მე ჩემ თავზე ვიმუშავებ, თავს შევიკავებ რაღაცეებთან, ვიფიქრებ ძალიან ბევრს, ვიქნები ერთგული, ვიქნები ასეთი. შენ რო გონია რომ იქნები, ვერაფერიც ვერ იქნები, იმიტომ რომ ერთ-ერთი კი არა. კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა. ერთადერთი საშუალება განერიდო ქვეყნიერების გაღწნილებას, ეს არის ღვთის ბუნების ზიარება. ხოლო ღვთის ბუნების საზიარებლად აღთქმებში შესულა ასაჭირო. იმ აღთქმების მეშვეობით ხდები ღვთის ბუნების ზიარი. ზუსტად ამ მიზეზით ამბობს წმინდა მოციქული პეტრე ქვევით, ამიტომ მე წერია, ამიტომ. ეს რას ნიშნავს? სიტყვა ამიტომ რაზე მიუთითებს? მე ძალიან მიყვარს წმინდა წერილის ანალიზი. ჩვენმა უფალმა თქვა, გამოიკვლიეთ წერილებიო, მას არ უთქვია წაიკითხეთ წერილები, მან თქვა გამოიკვლიეთ. გამოკვლევა იცი რას ნიშნავს? როცა კვლევას ატარებ, ის უნდა დაშალო, მარტივ მომრავლებად. უნდა დასვა ძალიან ბევრი კითხვა. ეს რაზე მიუთითებს, ეს რას გვეუბნება. აი მაგალითად მეხუთე მუხლი ასე იწყება, ამიტომ, რას ნიშნავს სიტყვა ამიტომ? რას გეუბნებათ სიტყვა ამიტომ? თუ კარგად დაფიქრდებით, ისა მიხვდებით. ამიტომ ისა მიუთითებს ერთი მუხლის ზემოთ. ის რაც მეოთხე მუხლშია დაწერილი, რომ შესრულდეს, ამიტომ ეს უნდა გააკეთო ახლა. და ამიტომ მე წერია, ამიტომ ყოველი ღონე იხმარეო. იცი რას ნიშნავს ყოველი ღონე იხმარე? ყველაფერი გააკეთე, რაც კი შესაძლებელია. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ეცადე. დაიხარჯე მაქსიმალურად, აი ყველაფერი გაიღე, ნებისმიერი ფასი გადაიხადე. იმისთვის, რომ მიზანი იყოს მიღწეული. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, ყოველი ღონე იხმარე. რომ წამოარჩინო შენს რწმენაში სათნოება. ანუ შენი რწმენა იყოს მოსაწონი. მე ამ თემაზე არ ვაპირებ ლაპარაკს, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა რომ იცოდეთ. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს და ლაპარაკობს, აი ჩვენ გვახსოვს მუხლი, ადგილი არ მისცე ეშმაკს, ადგილი არ მისცე ეშმაკს, ადგილი არ მისცე ეშმაკს. სულ ჩვენზეა დამოკიდებული. სულ ჩვენ გვეკითხება ის. იცი ჩვენ ხშირად ვცდილობთ რომ მას ადგილი არ მივცეთ და ჩვენ ვიცით, ჩვენ ვისწავლეთ ასე ცხოვრება. ეს რა არის? აკრძალვა იესო ქრისტეს სახელით. თქვენ როგორ გონიათ ეს იმას ძალიან აშინებს? მე ვფიქრობ არა. მაგრამ არის ერთი საშუალება რომ მას არ მისცე ადგილი. ერთი კარგი საშუალება. იცით რა არის ეს? აი ამ ჭიქაში ადგილია. შესაბამისად, რამდენადაც მასში ადგილია, შესაძლებელია კიდევ ჩაასხამარო. როცა ჭიქა პირთავდია სავსე, მასში ადგილი აღარ არის. ადგილი არ მისცე ეშმაკს, ეს რას ნიშნავს იცი? არ იყოს შენში მისი ადგილი. და ის ვერც ნახავს ადგილს. სხვა შემთხვევაში რამდენიც არ უნდა ეცადო ადგილი არ მისცე მას, რამდენიც არ უნდა უკრძალო, ხშირად ჩვენ დავაძრობთ ხოლმე, მოდი ესე ჟარგონზე ვიტყვი, რწმენის ისა ხმალს, იესო ქრისტეს სახელით სატანა გიკრძალავ. და ის ხშირად გვკარნახობს, მარჯვნიდან დაარტყი, მარცხნიდან მოუქნიე. დაგვცინეს. იცით რატომ? წმინდა წერილი ამბობს, არც მკვირცხრების რბოლაზე არის დამოკიდებულიო და არც მამაცების სიმამაცეზე. არამედ ჩემი სულით ამბობს ღმერთი. ადგილი არ მისცე ეშმაკს, ეს ნიშნავს, რომ სავსე იყავი ღვთით. ავსილი იყავი ღვთით. შენი ჭურჭელი იყოს გადავსებული ღვთით. კოლოსელების 3:16 ღმერთის სიტყვა როგორ ცოტათი. 2-3 მუხლი. იქ წერია ღმერთის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს თქვენში, როცა ამით ვართ სავსე, უბრალოდ მას ადგილი აღარ რჩება. იცი, აქ ბევრი ადგილებია.
შესაბამისად, ვინც არ უნდა შემოვიდეს, დაჯდომას შეძლებს. იმიტომ რომ ბევრი ადგილებია. მაგრამ როცა გადაჭედილია ყველაფერი, უბრალოდ ადგილი აღარ არის. ადგილი აღარ არის. აი რას ნიშნავს ადგილი არ მისცე ეშმაკს? აი ვსე ღმერთით, აი ვსე მისი მადლით, მისი სიკეთით, მისი სიტყვით, მისი საქმით, მისი გეგმით. იცი, ვიცი ადამიანები, სამწუხაროდ ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს ლოცულობენ. მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი არ ლოცულობენ. ლოცულობენ და პარალელურად უდიდეს სისულელეებს ჩადიან ცხოვრებაში. ვიცი ადამიანები, რომლებიც ბიბლიას კითხულობენ და ძალიან დიდ სისულელეებს ჩადიან ცხოვრებაში. ადგილი არ მისცე ეშმაკს, ეს არ ნიშნავს მარტო ილოცო. ადგილი არ მისცე ეშმაკს, ეს არ ნიშნავს მარტო ბიბლია იკითხო. ადგილი არ მისცე ეშმაკს, ეს ნიშნავს დაკავდი ღმერთის საქმით. დაკავდი ღმერთით შენს ყოველდღიურობაში. დაკავდი ღმერთით შენს ფიქრებში, ოცნებებში, სურვილებში. გაგიჩნდეს საზრუნავი. ეს რას ნიშნავს, იცით? დაკავდი ღმერთით, ზოგს გონია, აი მე ღმერთი მიყვარს. მე ჩვენ გვახსოვს ერთხელ ჩვენს ეკლესიაში იყო გავიხსენებ ამ პატარა სამწუხარო მაგალითს, მაგრამ ეს ბევრის მასწავლებელია. ჩვენ როცა პირველი ინსტრუმენტის ყიდვა გადავწყვიტეთ ეკლესიაში, როცა ვიწყებდით, ძალიან პატარები ვიყავით მაშინ. ერთი გიტარა გქონდა ეკლესიაში, ისიც ხომ მაგვიყიდეს და მეტი არ გქონდა არაფერი. და ძალიან გვინდოდა რომ რაღაც გქონოდა. და გადავწყვიტეთ, ჩვენ გვაქვს ეს ინსტრუმენტი და მას შევინახავთ მუზეუმში, საბოლოოდ რომ ჩვენი მომავალი თაობები ნახავენ, რომ რა ფასად იყო ეს მუზეუმში ეს ინსტრუმენტი შეძენილი. მეგობრებო, თემა, რასაც მე დღეს მინდა შევეხო და რაზედაც მე მინდა ზუსტად ამ თემის გაგრძელებაზე მინდა ვილაპარაკო. მოდი ერთ მოხსა გიკითხავთ და მე გავაგრძელებ კიდე და ვისაუბროთ. პირველ თესალონიკელების მეოთხე თავი. მოდი მონაკვეთს გიკითხავთ მარტო ერთ მუხლს არა. პირველი 4 მუხლები. დაბოლოს ძმებო, პავლე მოციქული ამბობს, გევედრებით და შეგაგონებთ. დაუკვირდით, პავლე მოციქული არ ამბობს, მე ვამბობ და შენ გინდა გაიგე, გინდ ნუ გაიგებო. დაუკვირდით, რას ამბობს პავლე. მოდი ჩავწუდეთ. მოდი უბრალოდ ვიფიქროთ სიუჟეტი წარმოვიდგინოთ, პავლე როგორ ამბობს ამას. დაბოლოს ძმებო, გევედრებით და შეგაგონებთ. უფალი იესოში ჩვენ გასწავლეთ თქვენ როგორ გევლოთ ღვთისმსაამებლად და კი კიდეც დადიხართ ასე. მაგრამ კიდევ წინ უნდა წახვიდეთ. რადგან იცით როგორ იმცნებანი მოგეცით თქვენ უფალი იესოსგან, ვინაიდან ღვთისნებაა თქვენი განწმენდა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმინდით და პატივით. ანუ ერთი რაღაცა ვიცოდეთ. მე ჭურჭელი ვარ. გასაგებია? მე ჭურჭელი ვარ. მე შემიძლია ვიყო ჭურჭელი ღმერთისთვის, მე შემიძლია ვიყო ჭურჭელი ეშმაკისთვის. მე შემიძლია ვიყო ჭურჭელი ღვთისმსაამებლად, მე შემიძლია ვიყო იარაღი და ჭურჭელი ქვეყნიერებისთვის და ქვეყნიერების საამებლად. გასაგებია? და წმინდა მოციქული ამბობს, ჩვენ მოგეცით თუ ეს მცნება, თქვენ იცით, კიდეც დადიხართ ამით, მაგრამ არ არის ეს საკმარისი, ის ამბობს. კიდევ წინ უნდა წახვიდეთო. გასაგებია? და თითეულმა თქვენთაგანმა ისწავლეთო ჭურჭლის შენახვა სიწმინდეში. ის ბოლო დროის თემები, რაც ეკლესიაში გახმოვანდა, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება ყველაფერი. და მინდა ძალიან ყურადღებით ვიყოთ. ასევე წმინდა მოციქული პავლე ტიმოთეს წერს, ამ მუხლსაც აგიკითხავთ. ეს არის მეორე ტიმოთეს მეორე თავი, 20-25 მუხლები. დიდ სახლში, პავლე ამბობს, არ არისო მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. არამედ აგრეთვე ხისა და თიხისა, ზოგი საპატიოდ, ზოგი არასაპატიოდ. ამრიგად ვინც ამადგან გასუფთავდება, ის იქნება პატივძემული ჭურჭელი, გაწმენდილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის. მოდი ქვევითაც წავიკითხოთ. ყმაწვილ კაცურ გულისხმას გაეკეცი, მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულსა და მშვიდობას.
ყველასთან ვინ სუფთა გულით მოუხმობს უფალს, სულელურ და უმეცრულ პაექრობებს მოერიდე, იცოდე რომ ისინი შეხლა შემოხლით თავდება. ღვთისმონას არ მართებს ჩხუბი, არამედ მშვიდი უნდა იყოს. დაუკვირდით ამას, ეს შემთხვევით წერია წმინდა წერილში. არამედ მშვიდი უნდა იყოს ყველას მიმართ და დამოძღრავი, შემწყნარე, შიმშვიდით ამწმუნდებდეს მოწინააღმდეგეთ, ვინც ლო მისცეს უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაძნობად. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს ჭურჭლის განწმენდაზე. რა არის ჭურჭლის განწმენდა? ანდა მოდი გავიხსენოთ მათესახარების მე-7 თავის მე-18-23 მუხლები. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება, არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე მათი ნაყოფით იცნობ მათო. ყველა ვინც მეუბნება უფალო, როდი შევაცათა სასუფეველში. არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს უფალო, განაშენი სახელით არ უწინასწარ მეტყველებდით. მეგობრებო, მოდი აქ ცოტა ხანს გავჩერდები. ძალიან ხშირად მომისმენია სიტყვა. ჩვენ ვაკეთებდით. მიკეთებია. მე იმდენი მიკეთებია. მოდი ერთ კაი ძმურჩევას მოგცემთ. დაივიწყეთ ეს სიტყვა სამუდამოდ. არ აქვს მნიშვნელობა რა გიკეთებია. ნუ გეშინია ღმერთს არ დავიწყებია. ღმერთ ჩემი ნაკეთები არ დავიწყებია. და ჩემზე კარგად იცის ღმერთმა მე რა მიკეთებია. არ აქვს მნიშვნელობა გუშინ რა მიკეთებია, მთავარი დღეს არის. ღმერთი დღეს არის. გუშინ მე შეიძლება როგორც ნინო ამბობდა, მთელი ჩემი ქონება გავეცი და ჩემი სხეული დასაწველად გავწირე, მაგრამ დღეს რა არის? დღეს რა ხდება? დღეს საით მივდივარ და ხვალ რა იქნება? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და მოდი ამაზე ვკონცენტრირდეთ, ჩემო მეგობრებო. იმიტომ რომ მივიდნენ ქრისტესთან და განაშენი სახელით არ უწინასწარ მეტყველებდით. უწინასწარ მეტყველებთო კი არა, უწინასწარ მეტყველებდითო ადრეო. განაშენი სახელით არ ვახტენდით მრავალ სასწაულს. მაშინ კარების გარეთ რატო აღმოჩნდი? მაინტერესებს კარების გარეთ რატო აღმოჩნდი? მაშინ კარები რატო დაიკეტა შენს წინ და შიგნით რატომ არ იყავი? ქრისტესთან ერთად რომ მოგეხტინა სასწაულები, ხო ქრისტე შიგნით არის, შენც იქ არ იქნებოდი? მეც იქ არ ვიქნებოდი? რატო გიწევს კარებზე კაკუნი და რატო გიწევს იმის მტკიცება, რომ შენ დიდ რაღაცებს აკეთებდი? განა ღმერთმა შენზე კარგად არ იცის? იცი ბევრი ამბობს, მე იმდენი მიკეთებია. უი. ბოდიში რო ძეგლი ვერ აგიშენეს. თუ გიკეთებია, ღმერთი არ არის დამკარგავი არაფრის. თუ ღმერთისთვის გიკეთებია, ნუ გეშინია ღმერთს არავისთვის არაფერი დაუკარგია. და თუ ადამიანებმა ვერ დაგინახეს, ამისაც ნუ შეგეშინდება, იმიტომ რომ თავის დროზე ღმერთი მოგასხებს. დიდება უფალს, მაგრამ საყურადღებოა მუხლი, რომელიც აგიკითხეთ. განაშენი სახელით არ უწინასწარ მეტყველებდი? კიდევ ამბობ, წარსული დრო. განაშენი სახელით არ ვახტენდი მრავალ სასწაულს. შენ რო ქადაგებდი ხოლმე, მეც იმ ეკლესიაში ვიყავი. მაშინ ეს კითხვა არ დამისვია აქამდე. მაშინ გარეთ როგორ აღმოჩნდი? ნუ თუ ღმერთი არის უმართლო. რატომ აღმოჩნდი გარეთ? გახსოვს ელიას და ელისეის ურთიერთობა. გახსოვთ მე ვილაპარაკე. როგორი მიწებებული იყო ელისეი ელიაზე. ელია ადგა, ისიც ადგა. წავიდა, ისიც წავიდა. მობრუნდა, ისიც მობრუნდა. ყველგან დაყვება უკან. ელისეი იყო ელიას აჩხდილი, აღიზიანებდა ელიას. ელია მობრუნდა, რას დამდე უკან ეუნეო, რა გინდა ჩემთან? რა გინდა ჩემგან? გილგალში მაგზავნის ღმერთი, აქ დარჩი, არ დავრჩები, ელია ეუნევა. ელისეი ეუნევა. არ დავრჩები. უფალს ფიცავ არ დავრჩები. აი იქ მაგზავნის ღმერთი, მეც მოვდივარ. დრას მომეწებე, რას დამდე უკან? ერთი რაღაც მინდა, რაც შენზე არის, ორმაგად მინდა. გასაგებია? როგორ აღმოჩნდი კარებს გარეთ? თუ ასეთი სურვილები გქონდა? რატო დაიკეტა კარები შენს წინ? მოდი ახლა ხوار ვილაპარაკოთ, რომ ღმერთმა გიღალატა. ღმერთი მოგექცა უმართლოდ.
თუ შენი აზრი გაქვს ღმერთთანაც კი, ღმერთ თუ ესე არ უნდა მომქცეოდი მე შენთვის დიდი სასწაულები მიკეთებია. ეს ყველაზე დიდი სიამაყე და ამპარტავნებაა ჩემო ძვირფასო. და ქრისტემ უთხრა მას, გამშორდით მოქმედო ურჯულოებისა, მე არასოდეს არ მიცვნი ხართ თქვენო. შენზე არაფერი ვიციო ის კი არ უთქვია ქრისტეს. არ გიცნობო ის კი ღმერთი ყველას იცნობს. დედამიწაზე არ დაბადებულ ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ იცნობს, ღმერთმა ყველაფერი იცის. ღმერთმა ის იცის, რაც ჩვენ მომავალში არის, ის კი არა რაც დღეს არის. რაც ჩვენ მომავალშია, ის იცის ღმერთმა. და როგორ იტყვის ღმერთი, რომ მე არ გიცნობ შენო? არა, მან თქვა, მე არ მიცვნი ხარ თქვენო, ანუ შენი ცხოვრების სტილი, შენი საქმეები, შენი ყოველდღიურობა, ჩემი ყოველდღიურობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მე მაგ ცხოვრებას არ ვცნობ, ღმერთი ამბობს. მე არ ვაღიარებ აგრეთ ცხოვრებას. იცი ღმერთს არ უნდა იცხოვროს ხუთში სადღაც. მე ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ, მე ვიღებ გადაწყვეტილებებს, მე ვწყვიტავ, მე ვიცი. იცი რა არის? ერთხელ მახსოვს ქუთაისის ეკლესიის პასტორი იყო ჩვენთან, სტუმრად. ჩემი ძმა, სპარტაკი, თქვენი ძმაც. და მან ერთი თემა ილაპარაკა, თვითნებობა. თითქოს არაფერი, მაგრამ კატასტროფა. საულმა რა დააშავა? რა ქნა ისეთი, გაგიკვირდება. თვითნებობა. სოქს გონია, არ მაქვს უფლება? მოდი უფლებას თავი დაანებე და პასუხისმგებლობაზე ილაპარაკე. გასაგებია? კითხვა, მოდი დავსვათ კითხვა. რატო დაიკეტა კარები მათ წინ? რატო არ აღმოჩნდნენ შიგნით? იგავიათ ქალწულზე მათესახარების 25 თავი. 5 გონიერი, რომლებიც შევიდნენ ნეფესთან ერთად ქორწილში. 5 უგუნური. მაშინ წავიდეს ზეთის საძებნელად, როცა უნდა ქონოდათ. მეთანხმებით? მეგობრებო, ეს ისტორიები მიტო კი არ არის, რომ მე ვიცოდე მარტო. მე უნდა მოვახდინო ჩემი თავის შედარება და მეორე კორინთელების 13:5. საკუთარი თავი გამოსცადე, საკუთარი თავი გამოიკულიე. თუ ხარ რწმენაში, ხო არ დაიკეტება კარები ჩემს წინ. მეც იქ ვარ, სადაც უფალია, თუ მე ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული. დამელოდე ღმერთო რა, მე დღეს არ მცალია. რა ვქნა ახლა სამსახურს ხო არ დავკარგავ? რავი, მილიონი მიზეზი. ხარები მყავს გამოსაცდელი, ცოლი მოვიყვანე და ასე შემდეგ. და ძალიან ბევრი მიზეზი. არა ისო, მათესახარების 7:21 მუხლია. არა ისო, ვინც მეუნევა უფალო. ყველა ვინც მეუნევა უფალო, ყველა როდი შევა სამეფოში. ყველა როდი დაიმკვიდრებს სათასამეფოს. არამედ ისინიო, ვინც აღასრულებენ ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს. ზეციერი მამის ნებასურვილი რომ აღასრულო, ერთი ჯერ უნდა გაიგორა სურს მას, მეორე უნდა დაკავდე მისი შესრულებით. ჩვენ ძალიან ხშირად გვითქვამს ეკლესიაში არის ერთი ლოცვა. ერთი კარგი ლოცვა. ასე ლოცულობდა მოსე, როცა მიათეთს აძლევდა ღმერთს. მას იცი, მიათეთს არ იცი, ასე არ მიართმევდა იგი ღმერთს, მიათეთს და არ წარუდგენდა ასე ღმერთო. რა ვიცი ახლა რაც დამჩაგერა, მე ვიტანე. მოსე ამბობს, როცა მიათედის დადების დრო მოგივაო ღვთის წინაშე, თქვი ეს სიტყვები კი არ გაიმეორო, ეს განცდები დაგეუფლოსო, ასე წერია. გავიგონე შენი ხმაო. შენი ნაბრძანების თანახმად, ვისაც გაინტერესებთ, ეს არის მეორე რჯულის 12 თავი, 26 თავის 12 მუხლი. გავიგონე შენი ხმა, არ გადამიხვევია შენი მცნებიდან. გაუწმინდურებულებისაგან არ გამომიყვია და მკვდრის საჭიროებისთვისაც კი არ მიმიცია, შენი ნაბრძანების თანახმად ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც ნაბრძანები ქონდა ჩემთვის. განასაჭიროება არ მქონდა, განა ცდუნებისში არ ვიყავი, განა სხვა რაღაცა, მაგრამ მაინც ისე გავაკეთე, როგორც შენ ქონდა ნაბრძანების ჩემთვის, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთვის ძალიან ძვირფასი. არ მაინტერესებს არც სამსახური, არც ნათესავი, არც მეგობარი. არა, ყველა მაინტერესებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჯერ პირველ რიგში მინდა რომ შენი სიტყვა იყოს ყველაზე წინ ჩემთვის. გავიგონე შენი ხმა და ისე გავაკეთე, როგორც ნაბრძანები ქონდა ჩემთვის.
ელია თიშბელი ლოცულობდა ქარმელის მთაზე ასე. და ის ამბობდა, ღმერთო, რამხელა განსაცდელში იყო თან ხო გახსოვთ? 400 გამწარებული ბაალის მღვდელი დგას ირგვლივ. რომლებსაც დაცინა ელიამ, აბუჩათ აიგდო და უთხრა, ვაი თქვენს პატრონსო უთხრა. ხმამაღლა იმღერეთ, მიდი ძინავთ თქვენ ღმერთს ალბათო. რატო არ გცემთ პასუხს? სად არის თქვენი ღმერთი? ხაბა ხმამაღლა, მიდი და ამათმა თავები დაისერეს, რას არაკეთებდნენ. მაგრამ ბაალი ხო ღმერთი არ იყო და როგორ გასცემდა პასუხს? და ელია რუსული სიტყვა დრაზნილ აღიზიანებდა. და ახლა ამის ჯერი დადგა. უბრალოდ ფიქრში დაუშვით, რომ ღმერთს რო არ ეპასუხა ელიასთვის. რა მოხდებოდა? წარმოგიდგენიათ? ელიას ალბათ ცოცხლივ გაგლეჯდნენ. რაღაც სასაულს დამართებდნენ. 400 გამძვირვარებული ბაალის მღვდელი. სინდის ნამუშელახულები. მოდი ესე სულში ჩაფურთხებულები. და ელიას ჯერი დადგა. და ელიამ სტატისტიკოსები ამბობენ, მე არ დამეთვლია და შეგიძლია თქვენ დათვალოთ, ელიას ლოცვა რამდენი სიტყვა იყო, ამბობენ რომ 60 სიტყვა თქვაო. მას არ ჩაუტარებია რიტუალი, არც მია სპეციალური სამღვდელო შესამოსელი, არა უშენებია რაღაც დიდებული სამსხვერპლო და ასე შემდეგ. 12 ქვა დადო, ზედ დადო მსხვერპლი, ამოთხარა თხრილი და წყალი ჩაასხმევინა, რომ ვიღაცას არ ეფიქრა, რომ შემთხვევით ამ გვალვაში ნაპერწკალი გაჩთაო. ყველაზე ძვირფასი წყალი მოატანინა და დაასველა სამსხვერპლოც, მსხვერპლით შეშაც და თხრილი წყლით აივსო. და დაიწყო ელიას ლოცვის ჯერი. და დაიწყო. დიდებულო და კურთხეულო, სამართლიანო და ამაღლებულო, მიუწვდომელ სინათლეში მყოფო, ჭეშმარიტო, სუპერ ჭეშმარიტო. ესე ლოცულობს? არა და ჩვენ რამდენჯერ ვლოცულობთ ასე. ფუჭის სიტყვები. სიტყვების ბოდიში და უხეშ გამოთქმაზე სიტყვების ბრახაბრუხი. მრავალ სიტყვაობა. რო გონია რომ მრავალ სიტყვაობით ვიქნებით ხშირად მოსმენილი და შესმენილი. ელია ლოცულობს. ღმერთო, რაც მითხარი, ის გავაკეთე. როგორც მითხარი, ისე გავაკეთე. ეხლა შენი ჯერია. გადმომხედე ზეციდან და აკურთხე შენი ერი ისრაელი. სიტყვა არ აქვს დამთავრებული და ცეცხლი ზეციდან. შთანთქა მსხვერპლი. ამოსვლიპაო წყალი და ამაღლდა ზევით ისევ ცეცხლი. მთელი ისრაელი მუხლებზე აგდია და ღმერთია უფალი, ღმერთია უფალი. ზოგმა შეიძლება დაიწყოს, ელიამ თეოლოგიური შეცდომა დაუშვა. შეიძლება ელია არ იყო დიდი თეოლოგი. შეიძლება ელია არც რო ყოფილი ადამიანი იყო, მაგრამ ერთი იყო, ის დაკავებული იყო ღმერთით. მან სიკვდილის წინ მიიყვანა თავისი თავი. თვითონ იყო მარტო 400 მღვდელი. მაგრამ მან იცოდა, მე აქ ჩემით კი არ მოვსულ ვარ. ყოველივე ისე გავაკეთე, როგორც შენ მითხარი ღმერთო. შენ რო ქონდა ჩემთვის ნაბრძანები. ჩვენ ცხოვრობთ ამ სტილით? ჩვენ ცხოვრობთ ამ მიმართულებით? ჩვენ გვაქვს ერთი რაღაცა, მე არ მცალია, მე საქმე მაქვს, მე ვერ მოვიცლი, მე სამსახურს ვერ დავკარგავ, მე ამას ვერ დავკარგავ. შეიძენ ბევრ ამას და დაკარგავ უფალს. და ქრისტემ თქვა, რას არგებს კაცს მთელი ქვეყნიერება რომ შეიძინოს და თავის სულს ავნოს. მეგობრებო, ქრისტე ამბობს, ვინც მეუბნება უფალო, ისინი როდი შევლენ ცათასაფლავებში. ჩვენ ლამაზი საგალობლები გვაქვს. იესო, მიყვარხარ და მოგყვები სამყაროს ბოლომდე. ღმერთს უნდა რომ ხშირად ამ კარებამდე გაყვე. ღმერთს უნდა რომ შენი თავი საოჯახომდე მიიყვანო. ღმერთს უნდა რომ დილის მსახურებაზე მოიყვანო შენი თავი თავის დროზე და არ დააგვიანო. იცი, არის მცირედები, რომელსაც გონია რომ თითქოს ეს მე რა მოხდა ახლა. არა, მოხდა. ერთხელ მე დამემართა ესეთი რაღაც. ჩვენმა მეგობარმა დამპატიჟა რუსეთში ძალიან კარგი საქმისთვის, კბილები უნდა გაგიკეთო უმეთხრა. მე ვერ მოვახერხებდი ჩემი ბიუჯეტიდან გამომდინარე.
და მითხრა რომ ჩამოდი რუსეთში, კბილები უნდა გაგიკეთო, მოემზადე, ბილეთები ვიყიდე, ჩავალაგე ბარგი, საჩუქრები უყიდე, ტანსაცმელი ჩემთვის და წავედით აქედან მოვყევით საცობში და დავაგვიანე რეგისტრაციაზე. მივედი. თვითფრინავი ნახევარი საათი კიდე იქ იდგა. მე რომ მივედი. და მითხრეს, საერთოდ ვერ გაფრინდებიო. ძალიან დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ მითხრეს რომ შენ აგიყვან თვითფრინავში, ოღონ ბარგს ვერ წაიღებ. ვიხსნი რატო თვითფრინავი ხო აგდგას? მეც აქ ვარ. აბა ტანინეთ რა ეს ბარგი. მეუბნებიან, ხო არ გაგიჟდი? შენ დააგვიანეო მიხსნია. მე რა მოხდა? 5 წუთი რა მოხდა? იცი დრო დააგვიანებ. სულ არ აქვს მნიშვნელობა 5 წუთს დააგვიანებ თუ 2 საათს. ყველაზე სწრაფი მსოფლიოში გახსოვს? პიკენტა რა კაი ვქენით რო ვირბინეთ 1 საათი დაგვაგვიანდებოდა. რა მნიშვნელობა აქვს მატარებელი წავიდა. ჩვენ ხშირად მცირედებს საერთოდ არ უყურებთ. გონია რომ რა მოხდა მერე? არა და მოხდა. მოდი ერთი სიტყვა, რაც ყოველთვის უნდა იყოს. მათეს სახარების მე-5 თავი 37 მუხლი, თქვენი ხო იყოს ხო, თქვენი არა იყოს არა. და როცა ეს აღარ არის, როცა ეს სიტყვა იგნორირებულია, მერე გინდა დიდი იყავი და გინდა სუპერ დიდი, მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთი არ ცნობს დიდებს, მეგობრებო. ღმერთი ცნობს თავის სიტყვის მორჩილებს. თქვენი ხო იყოს ხო, თქვენი არა იყოს არა. რაც ამის იქით არის, კი გასაგებია, მაგრამ და ეს მაგრამ აღარ ნიშნავს არაფერს, იმიტომ რომ ვინც არ მივიდა საქორწილო ნადიმზე, ყველას ქონდა მაგრამ. ისე კი გასაგებია, მაგრამ და აღარანაირი მაგრამ. აღარანაირი მაგრამ. კი აღმოჩნდი კარებს გარეთ, მაგრამ აღარანაირი მაგრამ. იმიტომ რომ ყურადღებით რო ყოფილიყავი კარებს გარეთ არ აღმოჩნდებოდი, კარები შენ წინ არ დაიკეტებოდა, იზრუნეთ, დღეს ვიზრუნოთ, მე, შენ, ყველამ ვიზრუნოთ იქ, იყავი იქ, სადაც უფალია. იყავი იქ, სადაც უფალი იზრის, იყავი იქ, სადაც ღმერთის საქმეა, დაკავდი იმით, რაც ღმერთის საქმეა. პავლე მოციქული ამბობს, იცი, გაქვს სახში ჭურჭელი, ჩვენ ჯერ კიდევ ისევ შემოგრჩა ის ძველი რაღაცეები. ჩვენ არ გვაქვს სახში, მადლობა ღმერთს, სერვანდი. არ გვაქვს. კარგია რო არ გვაქვს. დედაჩემს ჰქონდა ხოლმე სერვანდი და ელაგა ჭურჭელი, რომელ ჭურჭელსაც ადამიანი თითს არ ახლებდა არასდროს. მე არ მახსოვს ვინმეს ის ჭურჭელი როდის მე გამოეყენებინოს. ელაგა ჩამოიღებდნენ, გაწმინდავდნენ, თუ ერთს დადებდნენ. და რისთვის იყო ის ჭურჭელი კაცმა არ იცის. წმინდა წერილი ამბობს. ჭურჭლის ადრე სტენკას ეძახდნენ ხოლმე, ხო? ბოდიში ამ სლენგისთვის, სტენკაში დადება კი არ ფასდება. ვინც გასუფთავდებაო, ის იქნებაო გამოსაყენებელი ჭურჭელი. მეფისთვის გამოსაყენებელი. ღმერთს უნდა, იცი, ნიჭებით და ბიჭებით კი არ იყო შეფასებული. ხშირად მე ვრწყინავ, იცი, ნიჭიერო. მეგობარო, ნიჭი შენი არ არის. ეს მოგყვა და გაყვება. გააჩნია რაში იყენებდი ამას. ეს შენ არ დაგიმსახურებია, შენ არ გამოგიმუშავებია. ეს მოგეცა. სხვათა შორის სიტყვა, რაც მე მინდა რომ დღეს გითხრათ, ერთ დიდ შეცდომას, რასაც ჩვენ ძალიან ხშირად უშვებთ. იმიტომ რომ ჩვენ გვასწავლეთ და ჩვენც ვისწავლეთ და ქვე შეუცნობლად ვიმეორებთ, მე გადარჩენილი ვარ და ხშირად ჩვენ მე გადარჩენილი ვარ. მე მინდა შეგეკითხო, გადარჩენილი ხარ? მე მინდა შეგეკითხო და გაბედულებით კითხო, გადარჩენილი ხარ? მაშინ რაღაცომ ამბობს წმინდა მოციქული პავლე, რომ გაუწყებთ სიტყვას კორინთელების წერილის მე-15 თავი. გაუწყებთ სიტყვას, რომელიც მიიღეთ და რომელზედაც დგახარ და რომლითაც გადარჩებით კიდეც. თუ ჭეშმარიტებით დადგებით და დაიცავთ ამ სიტყვასო, პატარა კორექტირება მინდა შევიტანო. გადარჩენილი ვარ კი არა, გადარჩენა მომეცა. მე მომეცა გადარჩენა. მე მონდობილი მაქვს გადარჩენა. ქრისტემ გააკეთა ყველაფერი და მომცა გადარჩენა, მომეცა, მაგრამ მე უნდა მივიდე ჩემს გადარჩენაში. მე უნდა გავააქტიურო ჩემი გადარჩენა, მე რეალური უნდა გავხადო ჩემი გადარჩენა. პირველი იოანეს მესამე თავის პირველი მესამე მუხლები. ნახეთ როგორი სიყვარული მოგცა მამამ, რათა გვერქვას და რა? და ვიყოთ. არა მარტო გვერქვას, არა, რო ქვია უნდა ვიყოთ. ესე იგი ეს რას ნიშნავს? შეიძლება იყო მემკვიდრე და ვერასოდეს ვერ მიიღო შენი მემკვიდრეობა. გასაგებია?
შეიძლება იყო მემკვიდრე და მოკვდე როგორც მათხოვარი. შეიძლება ძალიან დიდი ქონების მფლობელი იყო და ვერ მიიღო შენი მემკვიდრეობა. მიყვარს ერთი სერიალია ქართული იუმორისტული შუა ქალაქში. ხშირად ნახულობ. იმიტომ რომ უცხინარია და მაგრამ ისეთ რაღაცეებზე מחვილდება, ყურადღება, რომ აი ირონიით და იუმორით ძალიან კარგ რაღაცეებზე. გახსოვთ ერთ პიროვნება მემკვიდრეობა რო უნდა მიიღოს ბაბუისგან, მაგრამ პირობა აქვს მემკვიდრეობას, უნდა გათხოვდეო. და რა გააკეთოს ახლა რო აღარ იცის, იმიტომ რომ კარგავს მემკვიდრეობას, თუ არ გათხოვდება კარგავს მემკვიდრეობას, იცი შეიძლება იყო მემკვიდრე, მაგრამ ვერ მიიღო მემკვიდრეობა, იმიტომ რომ მემკვიდრეობას პირობები აქვს. ზუსტად ესეა. ჩვენ გადარჩენილები ვართ უკვე, თავი ქუდში გვაქვს, ყველაფერი კარგად არის. მე ვიცი რომ მონდობილი მაქვს მე გადარჩენა. მე ვიცი რომ მომეცა გადარჩენა. ქრისტეს მსხვერპლით, ქრისტეს ძვირფასი სისხლი იყო დაღვრილი იმისთვის, რომ მე გადარჩენა მომცემოდა. მომცემოდა ძალაუფლება გამختარიყავი ღმერთის შვილი, მაგრამ რომაელთა წერილის მერვე თავის 14 მუხლი ამბობს, ვისაც ღმერთის სული წარმართავს. აი ისინი არიან ღვთისძეებიო. რას ნიშნავს წარმართავს ღმერთის სული? ზოგს ღმერთის სული კი არა, ჯოხიც კი ვერ წარმართავს. ელაპარაკები ადამიანს, რომ მსახურებაზე, ნუ დააგვიანებ, არა უნდა დავაგვიანო და აპა გამიბედე და შენი შნა მომეცი. ისეც დაგიტრიალებ იქით. ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ღვთისძეები არიან. ეს რას ნიშნავს? იცი, სიტყვა რო გაქვს ვიღაცისთვის და დამთავრებული არ გაგდარგეუნეო, ამინ. მე ვიცი. ერთხელ ერთი პიროვნება ამოწმებდა. ერთი პიროვნება ეს ცნობილი მასწავლებელი არის ჯონ ავანზინი. ის ძალიან ბევრს ქადაგებს და ძალიან მასწავლებელი იყო ფინანსების. ძალიან სერიოზულად ასწავლიდა ფინანსებზე. და ერთხელ ამბობს, რომ საბჭოთა კავშირშიო ჩავატარეთო დიდი კონფერენციები და ვალი დაგვედო. ძალიან დიდი ვალი დაგვედო. და გადავწყვიტეო, რომ წავსულიყავი ამერიკის ეკლესიებში, მომენახულებია სხვადასხვა ეკლესიები და მელაპარაკაო, რომ დაგხმარებოდნენ, რომ ეს ვალი დაგვეფარაო. და მივედი ერთ-ერთ ეკლესიაში და პასტორმა მითხრაო, რომ ერთი ორად შემიძლია სიტყვას მოგცემ ეკლესიაშიო. მიმართეო ხალხსო და ნუ ალბათ მიიღებენ მონაწილეობასო და ჩვენ ამით დაგეხმარებითო. შეეწირავს გავაკეთებ და ამით დაგეხმარებითო და რო ავედი სცენაზე და უნდა დავიწყო ახლა რომ დავამოწმო და ერთი მოხუცი კაცი ზიისო წინო და ხელით მანიშნებსო. ფიქრობ რა უნდაო? მანიშნებს ხელით, არ თქვა არაფერიო და რაღაც დაწერა ფურცელზე და მომაწოდაო. გავშალე და ჩეკი იყო. და ზუსტად ის თანხა ეწერა, რაც გვჭირდებოდა. თლიანად. და ამ კაცმა მითხრა, არ ილაპარაკო. და რო შევხვდი მე ამ კაცო და უთხარიო, საიდან იცოდი ესო? მითხრა, მეც იქ ვიყავი სადაც შენო. ანუ ღმერთმა შენ რო გითხრა, მეც მითხრა. დიდება ჩვენს უფალს. მეგობრებო, იცით რა არის? ღმერთს უნდა, რატომ იწოდებ უფალო? ლუკას სახარების 6:46. რატომ მეძახით უფალო და არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით? თუ უფალი ვარ, მალაქიას წერილში წერია, სად არის მოკრძალება? სად არის შიში? თუ მამა ვარ, სად არის სიყვარული? სად არის მოწიწება? სად არის დამოკიდებულება? ღმერთის სახლში არ არის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლები. მეგობრებო, მე მინდა მოდი ერთ რამეზე ვიფიქროთ. საკუთარ თავზე ვიმუშაოთ. რომ ქრისტიანობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, პრაქტიკული გახდეს. ერთხელ ერთმა კაცმა თქვა და რა სამწუხაროა რომ ეს ასეა. რო უყურებ ქრისტეს სხეულსო, მარტო ენა გადარჩა ქრისტეს სხეულიდანო. ენა, ბლა 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 და მეტი არაფერი. მოდი მეგობრებო, თავით დავანებოთ ძალიან ბევრ ლაპარაკს. ერთ-ერთი ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის მამა, მე მივესალმები ასეთ ცხოვრების წესს. თავის მოწაფეებს ასწავლიდა მარკოზის სახარების მე-16 თავის მე-15 მუხლს. უმარტავდა. დაწერილია, წადით მთელ ქვეყნიერებას და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ეს ასწავლიდა ასე. წადით მთელ ქვეყნიერებაზე, ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება, თუ ძალიან აუცილებელი გახდეს სიტყვითო.
აბა რით უნდა უქადაგო? ცხოვრებით და საქციელით და საქმეებით. ჩვენ შეგვიძლია ვიქადაგოთ ძალიან ბევრი. ჩვენი თავდაბლობით, ჩვენი სიმშვიდით, ჩვენი მიძღვნით, ჩვენი ერთგულებით, ჩვენი სიყვარულით, ჩვენი მსხვერპლიანობით. იცით, სხვათა შორის ხშირად საგალობლის ტექსტები ძალიან კარგია, მაგრამ ცარიელი. იცით რატომ? მე მღერი ვარ იმას, რომელსაც ჩემი ცხოვრება არ შეესაბამება. ესაგებია? მაგრამ რა კარგია, როცა ჩემი ცხოვრები გულიდან გამომაქვს ეს. ტექსტი რაც დღეს იყო ნაგალობები ძალიან დიდებული ტექსტი. მთელი მეტი ძალით, სიყვარულით დამკვიდრდი ღმერთო ჩემში. მე შეგიყვარე მთელი გულით. მე შეგიყვარე მთელი ძალით. კიდე ერთხელ გავიმეორებ. ცხოვრება ძალიან ხალმოკლეა. რო უყურებ ჩემ წინამსახურებას თქვი კიდე ერთხელ გავიმეორებ. მე იმაზე ნაკლები დამრჩა, რაც ვიცხოვრე. ბევრად ნაკლები. თქვენ ახალგაზრდები ხართ ბევრი და გონიათ რომ ბევრია, დრო ძალიან მალე გაივლის. და ხშირად აღმოჩნდები, რომ ფაქტიურად არაფერი გიკეთებია. იმისთვის, რომ სათასამეფოს კარებს გარეთ არ აღმოჩნდე. იმათაც ეგონათ, იმიტომ რომ ოდესღაც წინასწარმეტყველებდნენ და ოდესღაც სასწაულებს ახდენდნენ. იმათაც ეგონათ, რომ იმ წინასწარმეტყველებისთვის და სასწაულებისთვის კარებს შიგნით უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ ფაქტი იყო, რომ კარებს გარეთ იყვნენ და აკაკუნებდნენ და პრეტენზია ჰქონდათ. გაგვიღე კარები, დაუშვი გამონაკლისი. კიდევ აგვიანე რეგისტრაციაზე, მაგრამ აღმატანინე ბარგი თვითფრინავში. უთხრეს რომ თავის დროზე რომ მოსულიყავით, კარებს შიგნით აღმოჩნდებოდით. ნოემ რა უპასუხა გახსოვთ კარებს გარეთ მდგომებს? არ დამიკეტავს და ვერც გავაღებ. იმ კარების გაღება არავიზე არ არის დამოკიდებული. ვერავინ იმ კარებს ვერ გააღებს. თუ უფალი დაკეტავს, ვერავინ ვეღარ გააღებს. და აკაკუნე მე რამდენიც გინდა, მეც ეკლესიის წევრი ვიყავი, მოც მონათლული ვიყავი, მეც ასე ვიყავი. დღეს არის დრო, ეხლა არის დრო, ამ წუთში არის დრო. მასთან ერთად მისით. შენ იყო ჭურჭელი, გამოსაყენებელი ჭურჭელი ღმერთის ხელში. იარაღი იყო ღმერთის ხელში. დღეს უნდა დაიწყო ფიქრი ამაზე. ღმერთო, როგორ ვიყო შენს ხელში იარაღი? დღეს უნდა დაიწყო ფიქრი იმაზე, რა შემიძლია ვაკეთო შენთვის? რა პასუხისმგებლობა შემიძლია ავიღო შენთვის? გამიჩნდეს საზრუნავი, საფიქრალი. ჩემო მეგობრებო, სანამდე ვილოცებდეთ, მე მინდა პატარა რეზიუმე გავაკეთო. დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ ჭურჭელზე და ჭურჭლის შენახვაზე. მათეს სახარების 23 თავის 24-25 მუხლები. ქრისტე ამბობს, ვაი თქვენ წიგნობარონო და ფარისეველნო, რომ გარედან რეცხავთო ჭურჭელს, მოწესრიგებულები ჩანხართ გარედანო, განწმინდე ჭურჭელი შიგნიდან და გარედან ის მოწესრიგებული იქნება და განწმენდილი იქნებაო. დიდება უფალს, ღმერთს უნდა, რომ მისი ბუნების თანაზიარება გქონდეს. სხვათა შორის, აქვე მოგიწოდებთ. ჩვენ დავიწყეთ ეკლესიაში ხელახლა გადახედვა ძალიან ბევრი რაღაცის. ჯგუფ 12 სისტემა. ეცადე რომ იყო დამოწაფებული და იყო დამოწაფებაში. ეცადე რომ იცხოვრო ამაში. და ეგ გაკურთხოთ უფალმა. და ეგ დაგლოცოთ უფალმა. შეგიძლია წამოდგეთ ჩემთან ერთად